თამბაქოს მოხმარება ყველაზე ადრე ქრისტოფერ კოლუმბის ჩანაწერებში მე-15 საუკუნით თარიღდება. ინდიელი ტომების მიერ აღმოჩენილმა მცენარემ დროთა განმავლობაში მოხმარების ფართო არეალი პოვა და შემდეგ სარფიან ბიზნესადაც იქცა. თუმცა სიგარეტი რომ ჯანმრთელობისთვის მავნეა და სხვა მანკიერი თვისებებიც აქვს, ამას მის წინააღმდეგ შექმნილი სხვადასხვა კამპანიების მეტყველებს. დღეს ჩვენ სწორედ სიგარეტზე ვისაუბრებთ. გამარჯობოთ. დღეს ჩვენ სიგარეტის შესახებ ვსაუბრობ და მაინტერესებს ეწევით თუ არა და თუ ეწევით რატომ იქნებ ესეთ გაგუშვოთ. მე საერთოდ არ ვეწევი და არც მომეწევია. სპორტსმენი კაცი ვიყავ, ტემპუთელი და თანახლა მხატვარი ვარ. არ მახსოვს კატეგორია. რა ვეწევი? ცხოვრების ეულის სტრესი და ძირითადად აიგეთი რაღაც. ჯარის პერიოდში დავიწყე. მიჩვეული ვარ. პატარაობიდანვე დავიწყე. ერთხელ გავსიუჭერე და არ მომეწევი. ძალიან არ მომეწევი. არ ვეწევი სიგარეტს, არც არასოდეს არ მომეწევია. და ვინც ეწევა იმასაც ურჩევ, რომ არ ვეწიო, იმიტომ რომ არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. მე არ ვეწევი. და ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება. 90 წლის მერე არა, მე ვატოვე. მე არამწევეთ არიგებს მივეკუთვნები და რა ვიცი, ბედნიერი ვარ პირადად მე რომ არ ამწევი. თელ საქართველოს და რა ვიცი, ყველას ურჩევდი რომ ამ მავნესენს თავი დაანებონ. არა, არც ერთი არ ვარ წეველები. არც მე არ ვარ. და არც გაგვისინჯოს. მე პირადად არ გამისინჯო. არა. 2 წელია ვეწევ. და რაღაც რა ვიცი, პრობლემა კი არა, ძმაკაცები რო ვიყიდებოდ ცეცას, რა ვიცი, ისინი ეწევოდნენ და ერთხელ გავსინჯე რა, გამისცა იმის სურვილი რომ გამესინჯა რა. თუ შეიძლება რომ გაგვიხილოთ რა ასაკში დაიწყეთ სიგარეტის მოწევა და თქვენ მაშინ რომ დაიწყოს იმ ადრეულ ასაკში სიგარეტთან ურთიერთობა რას მოიმოქმედებს რომ შეაჩეროს. იმედი არ დაიწყებს, ღმერთმა დაიფაროს. გოგონა მყავს და მაგრამ აი ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ნებისმიერმა რომ დაიწყოს ალბათ მაქსიმალურად განმარტებული უნდა იყოს რა არის ეს რატომ არის ცუდი რომ ყველა ნარკოტიკზე უარესი არის სიგარეტი. მე 13 წლიდან დავიწყე მეწევა, ხო, შემთხვევით რაც შეეხება დიდი სურვილი არ მაქვს საერთოდ მოწიოს. აი დავიწყე ძალიან ადრე 15 წლის ასაკში. აი მშობელმა უნდა მოიმოქმედოს ის რომ თვითონ არ უნდა მოწიოს პაპიროსი. შევეცდები რომ არ მოწიოს. არ უჩვენა. ვეცდები აუხსნა, ძალიან საუჩდე, სერიოზულად დაველაპარაკო და უჩვენა რომ ეს არ არის სწორი და გავაგებიო, იმედია გამიგიოს და კაი შენ დაყოლება. ალბათ უნდა ყურადღებით ვიყოს პირველ რიგში მშობლები რომ არ გამოგვეპაროს. გაუხსნათ ბავშვს და შეგნებულად უნდა მივუძიოთ ამ საკითხს და არ უნდა დაიწყოს მე მგონი, იმიტომ რომ ვიცი რომ მე უწევს გადაწყვეტა. 6 წლის ასაკში დავიწყე მოწევა. აგზალვა არაფერს არ შველის. მაგიტომ რომ ბავშვს აუგზალო, ხო, ეგ არის უაზრო. უნდა მიაჩვიოს მშობლმა, რომ ეს არის უნდა ჩაუნერდეს უბრალოდ ეს ცუდი რაღაცა. ხო და ასე ბავშვი მაინც თავისაც მიეჩვენა და არ მოწევს ჩემი აზრით სიგარეტს. ნუ პირველ რიგში გამოვიწყდით ისტერიკას, რაც თავარია და რას მოიმოქმედებს, გონი მაგას ცოტა ფიქრი ჭირდება. ხო არ ვიცი, ეს ალბათ თვითონ ინდივიდზე არის დამოკიდებული, თვითონ ბავშვი ხა მე არასდროს არ მომიწევია, იმიტომ რომ არ გამჩენია ამის სურვილი და პირველ რიგში შენიშნავს მიცემი და მე თუ არ დაანებებდა და ავიცი, არაფერს არ უზავი, იმიტომ მეც ხო ვიყავი მის ხელა. ყველანაირად ვეცდები რომ შევაჩერო და დავუშალო და აუხსნა რამდენად მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ყველანაირად ვეცდები რომ შევაგნებინო რომ დაანებოს თავი მოწევას. Kako მაინტერესებს თქვენი მოსაზრება, რამდენად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ყოლობზე მკაფიოდ არის აღნიშნული შეხსენება, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სამწუხაროდ ქართული ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ალბათ დიდად არ მოქმედებს, იმიტომ რომ ვინც წეველია, ის ამ ფრაზას დაექსპერიმენტებს ყურადღებას. ხათა უნდა გაიზარდოს ახლა იმ შიფტის რაც ქვია იმას რა, მოცულობა მაინც არის მოქმედებს. მე მგონი არანაირად არ მოქმედებს, იმიტომ რომ მაინც ვისაც უნდა ისეთი სიტუაცია როაკრო აი უნდა всё ყველაფერზე სამსვლელია ლიჯბი იყიდოს და მოწევს. აუ ჩემთვის პირადად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. და მე მაგას ვეწევი, ჩვენივაც ვიცი რომ ჯანმრთელობისთვის ცუდია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავს ვერ ვანებ. მე მგონი საერთოდ არ მოქმედებს, იმიტომ რომ სადაც მე ვიმუშაობ, თითქმის ყველა ეწევა და არავინ არ უყურებს მაგალითად. მე ვფიქრობ, რომ არ მოქმედებს ეს. დადებითად არა. მედიცინამდე არ არის. შეიძლება იქით რეკლამაცია ეთყობა არ მოქმედებს ისე კარგად, იმიტომ რომ რა ვიცი. ამდენი ხალხი ეწევა. კითხულობენ იციან რო წერია ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არ აანალიზებენ. ჩემი აზრით არ მოქმედებს არანაირად და ეს უბრალოდ ფორმალობაა, ფორმალობის სახით. ფორმალობაა და ალბათ უფრო კანონი იცხოვს ამას, რომ რაღაც გარკვეული ტიპის შეზღუდვა უნდა დაწესდეს, აი თუნდაც ამ ეტიკეტის სახით და ალბათ ამიტომ არის მიცემული, თორე არანაირად არ მუშაობს, ჩემი აზრით.
მწველისთვის რომელიც ეწევა უკვე რამდენიმე წელია, ის არ აქვს ყურადღებას სამწარწერას და ვინც დამწყები მწველია შეიძლება ასე თუ ისე იმოქმედოს. და ბოლოს მაინტერესებს ასევე თქვენი მოსაზრება იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა აკრძალული საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, ისევე როგორც ეს მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში. ნაირად ვეთანხმები ამ მოსაზრებას, იმიტომ რომ მე ფაქტობრივად ვარ პასიური მწველი იმის გამო, რომ ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ეწევიან და ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემ ჯანმრთელობას. და უფრო დავაკონკრეტოთ, გარკვეულ ადგილებში უნდა იყოს და გარკვეულში არა და უფრო ცოტაში არა, როგორც ეს საზღვარგარეთ არის. კი, აი იქნება რომ თავშეყრის ადგილებში აკრძალული იყოს, იმიტომ რომ მაინც ჯობია ჯანმრთელი ცხოვრება და ჯობია რომ ისე ვიცხოვროთ ყოველგვარი შხამების და აი საზღვრების გარეშე. როგორც ესეთი, ეგ ძალიან ცოტა ისეთი მომენტი არის, რომ ბევრი ქართველი მაინც მაგას არის, სადაც უნდა იქნეს ეს. აუცილებლად უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ მე პირადად ძალიან ბევრჯერ შევწუხებული ვარ და ძალიან ცუდად მიგრძნია თავი. ნამდვილად უნდა იყოს, იმიტომ რომ აწუხებენ სხვას ამით. ვინც არ მწველია, აი შენ შემთხვევაში რომ ნამდვილად მაწუხებს. გააჩნია თავშეყრის ადგილებს, ხო ოპერაცია არ შეიძლება ალბათ იმ დარბაზში მოწევა. კაფეში რო სიგარეტი არ მოწე, ისე ყავას რა აზრია, გარანაირი. მე პირადად ეხლა მომხრე ვარ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ ნუ ჩვენ საქართველოში ვარ და ალბათ ეს ძალიან ბევრისთვის რთული იქნება. მე პირადად მომხრე ვარ. ახალი თემა გავხსნით, რომ მოწევა მართლმსაჯულებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. თუ რა უარყოფით შედეგებს იწვევს სიგარეტის მოწევა, ეს კიდევ ერთხელ მოისმინეთ. საქართველოში მაინც მეინცი დავიწყებ, რომ არის 40%-მდე მწვეველი მოსახლეობა, განსაკუთრებით მამაკაცები, მაგრამ ქალებიც ძალიან ბევრნი არიან და ეს მწვეველობა არის კატასტროფულად საერთში მათი ჯანმრთელობისათვის. განსაკუთრებული პათოლოგია ამ პერიოდში არის ხოლმე გულსიზარღვთა სისტემისთვის, ფილტრების დაავადებისთვის, გამოიწვევს ხშირად სიმსივნურ გადაგვარებას, რასაც ჩვენ კიბოს ვეძახით და არის აგრეთვე წყლოვანი დაავადებები ან სხვა ბევრი რამ გართულება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მწვეველობა. რა თქმა უნდა, ეს მწვეველობის ხარისხი დამოკიდებულია დაავადება რამდენს ეწევა, რა რაოდენობით, რა პერიოდში ეწევა და როგორი არის რეალურად მოხმარება ამ თამბაქოსი, მაგრამ თავისდათავად გართულებებს აი ესეც იწვევს. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღეს გვაფრთხილებს, რომ არა მარტო დაავადებას იწვევს, არამედ კლავს ადამიანს და არის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც წლის განმავლობაში მსოფლიოში დაახლოებით 5 მილიონი კაცი კლდება თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადებებისგან. მეორე ჯგუფი, რომელიც არის ყველაზე საშიში და ასეთი შეიძლება ვთქვათ რისკ ფაქტორის ქვეშ არიან, ესენი არიან ბავშვები და ორსულები, განსაკუთრებით ორსული ქალები, რომლებიც ელოდებიან მშობიარობას და აუცილებლად არის გავლენა ნაყოფზე და მათ ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ამიტომ უნდა გაითვალისწინონ ეს, რომ ესეთი მწვეველობა არის კატასტროფულად შეიძლება არ იყოს ასეთი აქტიური გამოვლინება, მაგრამ ძალიან დიდ პროცენტ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი შრომები მსოფლიოში, რომელიც იწვევს უშუალო გართულებას ჩანასახოვან სტრუქტურაზე და შემდეგ ბავშვზე მოიხსენებათ. რაც შეეხება უშუალოდ ბავშვებს ახალგაზრდა ასაკში, რომელიც იწყებს მოწევას, ჩვენთან სტატისტიკა არის, რაღაც 14 წლის ასაკში იწყებენ. ეს არის მათი ჩამოყალიბებისთვის, როგორც სექსუალური ფუნქციის, სქესობრივი ფუნქციის ჩამოყალიბების, ასევე იგივე გართულებები, როგორც არის თქვათ გულსიზარღვთა პათოლოგია, ისეთივე როგორც არის ფილტვის, კიბოს, ეს ყველაფერი ბავშვებს ემართება და უფრო ლავილურები არიან, რომ იცოდეთ რა არის ჩამოყალიბებული ჯერ ორგანიზმი ისე, როგორც საჭიროა და ესეთ დიდ გართულებას ვაძლევთ წავიდეთ. ამიტომ აუცილებელია, რომ მოვერიდოთ მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში, განსაკუთრებით საერთშია, ესე იგი როგორც ვიმეორებ, ეს არის ორსულობის შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოწევა. 2003 წლის 21 მაისს მსოფლიოს საერთაშორისო ჯანდაცვის ასამბლეაზე თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მიღებულ ჩარჩო ხელშეკრულებას მსოფლიოს 155 სახელმწიფო უერთდება. 2006 წელს ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მოწევა საზოგადოებრივ ადგილებსა და სამსახურებში მკვეთრად შეიზღუდა. სიგარეტის მოწევა აიგრძალა ასევე საფეხბურთო სტადიონებზე. 2007 წლის 1 ივლისიდან კი დიდ ბრიტანეთში მოწევა რესტორნების და სასადილოების შემდეგ კატეგორიულად აიგრძალა ასევე ლუდის პაბებში და ღამის კლუბებშიც. შოტლანდიაში კი თამბაქოს მოხმარებაზე ჯარიმები დაწესდა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე და რკინიგზის სადგურებშიც. 2007 წლის 1 აგვისტოდან გერმანიაში სიგარეტის მოწევა მხოლოდ მწვერვალთა სპეციალურ დაწესებულებებშია კანონით დაშვებული. გერმანიის რამდენიმე მიწაზე ეს კანონი კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით მოქმედებს და დანდღოვებისთვის ძალზედ სოლიდური ფულადი ჯარიმებია დაწესებული. გერმანიაში სიგარეტის მიყიდვა მკაცრად იგრძალება არასრულწლოვანებზე.
2007 წლის 1 თებერვლიდან საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე აბსოლუტურად ყველა რესტორანში, კაფეებსა და ბარებში, ასევე ღამის კლუბებში მწეველ პირებს ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. ამ შემთხვევაში გაცილებით სოლიდურად დაჯარიმდებიან დაწესებულების მეპატრონეები. 2008 წლიდან ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ინიციატივას თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში აქტიურად შეუერთდნენ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები, რუსეთი და თურქეთი.